Ში, სადაც ცხოვრობს საშუალო შეძლების ხალხი. არის ულამაზესი პატარ-პატარა სახლები. ყველას კერძო სახლია პრაქტიკულად და უმეტესობა მარმარილოთია მოპირკეთებული. შეგვიძლია დავათვალიერებთ, ისეთი მოვლილია კოპწია და სუფთა. სხვანაირი ქალაქია, როგორც ჩანს, ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ აქამდე ვნახეთ ინდოეთის სხვა ქალაქებისგან. ისე ზოგიერთ ოჯახში რამდენიმე სართულია, თითო სართულზე ცხოვრობენ ძმები, არის სამსართულიანი, ოთხსართულიანი და შვილებს უყოფენ, უნაწილებენ ერთ სართულზე ერთი შვილი, მეორეზე მეორე, მესამეზე მესამე, ეს მათი კულტურაა. და აქ ძირითადად წამყვანი ადამიანი არის დედა. დედა უფროსი ადამიანი, რომლის გარეშე პრაქტიკულად გადაწყვეტილებას ოჯახის არც ერთი წევრი არ იღებს. დედას ეკითხებიან ყველაფერს. ჩვენ სადაც ცხოვრობ, დასაქორწინებელი ბიჭი ყავს და 29 წლის არის. და როდესაც ვკითხეთ, რომ როდის აპირებ ცოლის პოვანს, როგორც დედა გადაწყვეტს, ისე მოვიქცევიო. როგორც დედა მეწყვიტა, როცა დედა მეტყვის, ისე დედის სიტყვა. საღამოს დედა ანაწილებს მეორე დღისთვის საქმებს, ვინ რა უნდა გააკეთოს და მეორე დღეს ყველა ამ საქმეს ასრულებს. თვალებში უყურებენ დედას. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. ინდოეთის რომელ ქალაქშიც ვიყავით, ყველგან პრაქტიკულად ქალია წამყვანი. კაცის მოვალეობა, რომ მოიტანოს ოჯახისთვის ფული, დანარჩენი მას არაფერი არ ამ ფულსაც განაგებს ქალი და შვილებს რა განათლება მისცეს, როგორ ასწავლოს ამას ყველაფერს დედა წყვეტს. აი ესეთი ლამაზი ქალაქია. ეს არის ჩვენი მასპინძელი. ახლა გაჩვენთ რატნა რაგშმი. აი ეს არის ჩვენი მასპინძელი რაგშმი. ამინი. მას ორი შვილი ყავს. ესეც ქალბატონი სვეტლანა, ჩემი მეგობარი და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი. ის გვათვალიერებინებს ქალაქს. სახელების იმერევა უკაცრავ.